მოვდიალა მშვიდობისა. Hi. დავლიოთ ყავა. წავიდეთ ჰავერსში. ერთხელ შევყავ. იმედი არ იწევს მასაჟით ვიმდივ. წავიდეთ. კორსისი მიმაქვს. ერთად მივასიკვდილოთ დღევანდელი დღე. გამოჯობა მადონა დეიდა. ახლობელი შემხვდა გზაში და დამეწყო ნერვული სიცილი. ვაიმე ხალხო არ ვიცი თქვენ როგორ გაქვთ და როგორ ხართ, მაგრამ მე რამეზე ნერვული მისტერულად მეცინება, ყოველთვის არ მეცინება, მაგრამ ხედავთ ჩემს ჭაღარებს რამდენია. ჭაღარის სპრეიც არ წავისვი დღეს, იმიტომ რომ მე თქმა უნდა გავიშალო ის რაღაც ვისამაგრებით და მით ვერ შეხვალ ხო იქ რაღაც მეტალივით არის და მე სიშავე არ გადამევიდეს ხელზე და ეს მაგის ნერვი ახლა არ მქონდა. ხო და წავიდეთ. ნებით დავწვეთ. ნებით გავგორდეთ. უღრმესი მადლობა ყველას ხალხო. აი არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოცე ჩემი მადლიერება თქვენ და უღრმესი მადლობა. ასეთ გამხნევებით ადამიანები, უცხო ადამიანები, აი მე არ ვიცი მართლა სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო ჩემი კი კადრები ქანქალებს, მაგრამ ბოდიში როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება და კომენტარებში ხო ძალიან აქტიურად ხართ და ამისთვის მადლობა და პირადი რამდენმა მომწერეთ და აი არ ვიცი. ეშლაკი კიდე ვერ მოიხსენი, მაგრამ გპირდებით დღევანდელმა დღემ ჩაიაროს ხალხო და აუცილებლად მოიხსნი. დღევანდელი თუ არ ჩაიარა, არაფერი არ მინდა. არ დაგიმალავთ, არაფრის განწყობა არ მაქვს. და საერთოდ ვერ როგორ თქვა, ვერ აღვიქვა ვერანაირ თითქოს ბედნიერებას ისევა. კი გესმით ჩემი. სიმართლე რო გითხრათ გოგოებო, ამ პროცესის უფრო მეშინია, ვიდრე იმის რომ ვაიმე მერე ნეტა რა მოხდება თუ რაღაც. და მერე რა გამჟღავნდება თუ არა, აი ეს პროცესი იმდენად მეშინია, რომ იმის ფონზე დამიჯერეთ. ცრემდენებმა მომკლა ხალხო არც ის მკურნალობა შველის ამ ცრემდენას და არაფერი. ღრუბლიანი დღე გვაქვს თბილისში. ხო. არ ვიცი რაღაცნაირი. ჩემნის დავურეკა მეთქი მაღლა ამოვდივარ ყავა დადეგი. ვიწექიო და წამოხდა იმ ხელა ხმაზე. უკრავდა მაგის ტელეფონი და წამოვხტიო მე. მომიდუღა, მაგრამ ნახევრამდეც ვერ დავლიე რაღაცა განწყობის ის მქონდა რაღაც. აი სიზღის შეგრძნება თუ რა ვიცი. რომ ვერ ვარ განწყობილი დილიდან, მაგრამ თავი გავიმხნევე და შემეძლია ვთქვა, რომ გუშინ უარყოფითი არ მიფიქრია და ტაში მიკუთვნის, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა იყო გუშინ არ მიფიქრია, იქ მოვკვდები და იქ დასასაფლავებელი გახვდები და ასე შემდეგ. პირველი შემთხვევა იყო ნამდვილად. სიზმრებს რაც შეეხება, კარგი არაფერი დამსიზმრებია ეს დღეები. ამდენი ემოციის ყვალობაზე კარგი რანაირად დაგესიზმროს ადამიანს არ ვიცი. ყველაფერი ცუდი დამესიზმრა, აი ყველაფერი. თავის ზღვით, ჭუჭყიანი ტალღებით და რა ვიცი, ყველაფერი. წყალი კარგია, როცა სუფთა და აი ეს მყური უდიდესი ტალღა, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა და მე ვიწექი მაღლა სართულზე, შემოვარდა ფანჯრებში
არ წამიღო, მაგრამ აი მეგონა წაგულეკავდა. იყო უზარმაზარი. პაპა ვნახე კიდე სიზმარში. იმედი მაქვს, რომ სიკეთისთვის დამესიზმრა ჩემი სიხარული და სიყვარული. გადავიდეთ. ჰაი, მოგესალმებათ. თქვენი მზის ხილი როგორ ხართ? აქვინემ შემთხვევით მეტყვლება ხო არ ჩაიტარა? ნარკოსოდ. გამარჯობათ. წადი ქლოის ეთამაშიდე. მომჭიდე. მიდი ჩემო სიცოცხლე უნდა ვესაუბრო და მერე მოდი, კარგიდე? შევთანხმდით? მიდი დედიკოს გული, მიდი. რაღაცას მოვუყვები და მოდი, ხოდე? მიდი შენ მიირთვი რაც იქ გაქვს. აქ ანესთეზიის გარეშე ხო არ შეცურდა შემთხვევით ერთი გოგო. მომილოცეთ. დასრულდა ის ჯოჯოხეთი. ოღონდ მართლა ჯოჯოხეთი დასრულდა. უღრმესი მადლობა თანადგომისათვის, უღრმესი მადლობა გამხნევებისათვის. უღრმესი მადლობა აი იმედის ნაპირწკალს რომ მინერგავდით. ძალიან დიდი მადლობა. მოდი მოვუყვეთ რა ისტორიები ჩავატარებ. ისტორიება ჩემურჩა ეგ დღე და რაები მოხდა ზოგადად. მოგიყვებით. ახლა უკვე ცოტა დავმშვიდდი, საღამოა. ოდნავ მეძინა, ძილბურანში ვარ, იმიტომ რომ ბევრი კურსიზი მაქვს მიღებული და ცოტა ისე ვარ გაბრუებული. დამზად ვარ, მოგიყვეთ. გაცენდა დილა. გავიქეცი. რომ მივედი ჩემულიც და ახლობ სადაც 5 წუთში მოვიდა. მანამდე მე ბლანკი შევავსე. სანამ გაიკეთებთ, გაძლევენ ფურცელს, გოგოებო, ვინც არიცით, მათთვის ვამბობ. სადაც ჩამოწერილი არის ოპერაცია გაკეთებული, სადმე რამე ხო არ გაქვს ჩასმული მაგალითად. უცხო სხეულებზეა საუბარი. ან თუნდაც სპირალი ხომ არ გაქვს ჩადგმული და უამრავი შეკითხვა, რაზეც უნდა გასცე პასუხი. შესვლამდე წავიტირე, ცოტა ცრემლები წავსკდა, სანამ უშუალოდ იმ განყოფილებაში შევიდოდი. ჩემს მულსაც შეავსებინეს, არ ვიცი, მე გუშინ ვიყავი რა ეწერა ხა, მაგრამ ის რომ თანხლები პირი იყო, მოკლედ. გადავწყვეტეთ რომ დილით ადრე, მასე ადრე ბავშვი არ წაგვეყვანა, მით უმეტეს ხა კლინიკაში და ამიტომ ჩემი მეუღლე დარჩენილიყო და ლია გამომყოლოდა, ჩემი მული. ჩემი თავის ამბავი რო ვიცი, იქ ალბათ ქალი უფრო მჭირდებოდა, მოკლედ რომ აგეცნათ. ტელეფონი გადავარდება. დედიკო მიირთვი რა ბოლომდე. ხნეთ შევედი შედარებით. გუშინ ბევრად ისე ვიყავი, ხნეთ ვიყავი მოკლედ. წინასწარ ვცხარი რომ აქვს შიში, ასე შემდეგ, მითხრეს არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, მეტყოდნენ. მოვიდა იმის დრო, რომ დავწოლილიყავი, მიკანკალებს ფეხები, დამიბუჟდა ტუჩები. მივხვდით იმისა, რომ თითქოს არაფერია და მარიკო გაწიე შეიძლება და მოირტყავთ თქო და შევიხედე და მილიონჯერ შევიხედე უკვე 2 დღის მანძილზე.
მზად არ ვიყავი. არ აღმოჩნდი უბრალოდ. ამევარდა კანკალი. მაშინ როცა დამადეს სახეზე რაღაც, როცა თავზე ხდება გადაღება, ხერხემლისგან განსხვავებით, აქ თავზეც გაფარებენ, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია და ძალიან თითქოს შეგრძნება გაგრო იგუდები ამ დროს, რა თქმა უნდა არ იგუდები. ექიმზე უნდა იმ გოგონას თითქოს ვიგუდები თქო და მართალი ხარ თითქოს იგუდები და არ იგუდებიო. ეგ იყო პირველი, რომ ამხადეთ თქო, პანიკა დამეწყო. ამხადეთ თქო, ამხადეს, წამომაჯინეს. დავწექი მე მოკლედ მყოფით. მოდიოთ სადათო კიდევო. დაზალების უფლება რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვსო, ჩვენ გვესმის 200 ტიშტებს რომ საფტკლავს რობით დაჯება ადამიანი. ამას ვერ მოვაძრობ დედიკო. მე ვერ მოვაძრობ, ეს მამამ უნდა მოვაძროს, ამ ხელა ძალა არა მაქვს. ეს არ უნდა მოვაძროთ, ეს ღილია და დაგიკერებ მერე. რამე მაისურს და დავაკეროთ და ეს ფისო არ უნდა მოვაძროთ, დადე იქ საყვარელო. ეს თუ შეიძლება მიირთვი ბოლომდე და ყველაზე დიდი ცირკი დაიწყო, როდესაც მითხრეს რომ შემეძლო ტელევიზორისთვის ვეყურებინა, ოღონდ ტელევიზორი არის რეალურად იმ კაბინის უკან და ხედავ სარკის მეშვეობით. ანუ ჯერ ხო ის რაღაცა ბუჭკა თავზე მედო და მე კიდე სარკე მქონდა დამაგრებული, რითიც ხედავდი უკან რა ხდებოდა. დაიწყეს შეცურება და რომ ავხედი ამ სარკეს და დამეხვა თაბრუ და მეგონა ვიგუდებოდი, მიშველეთ გამომიყვანეთ მე ვთხარი. იმას ვუჭერდი გამომიყვანეს. წამომაჯინეს ისე ხიეთი კოსისი. მანამდე უკვე მიღებული მქონდა. რა ის კორსეზი მიშველი და ხოჭკუი დავიხავი გადასული. რეალურად ცუდად გამხადა რა, მიცით რომ შემაცურეს და აი უკან ვიხედებოდი და ვფიქრობდი რომ უკან რამეს დავინახავდი სარკის გარეშე და რომ ავხედე და მხოლოდ ჭერი მქონდა აიქ მომჯდარი. უკვე მად ვიფიქრე რომ ვეღარ გადავრჩებოდი. ვიგუდებოდი და ვიმახრჩობდნენ. ეგეთი შეგრძნება მქონდა. გამომიყვანეს კიდევ. კი მიშველეთ. გამომიყვანეთ. არ მithქვამს რომ აღარ მინდა. არა. მიუხედავად იმისა, რომ ვიგუდებოდი და ცუდად ვიყავი, ვითხოვდი რამდენიმე წუთს რომ დავმშვიდებულიყავი, იქ ჩემი მული მიზელდა სახეს და ყურებს და ხედებს. და საბოლოოდ ნუ გადაწყვეტილება იყო ის რომ ფეხზე უნდა მოეკიდა ჩემოს ხელი რომ ეს რომ მარტო ყოფნის შეგრძნება მომხსნოდა და ის რომ ვიღაც ყავს იქ რა და ამით დამეძლია. დადგა მესამე თუ რა ვიცი რამდენი ცდის ჯერი უკვე ძალა აღარ მაქვს იმის რომ მიშველეთ დავიყურო და უკან გამოვიდე, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცუდად ვარ. ვტიროდი, დავამშვიდეს და მითხრეს რომ თუ კიდევ თქვათ ვერ აიტან მერე ნუ ანესთეზია აუცილებლად სხვა დროისთვის უნდა მივსულიყავი. ანესთეზიას თავისი დრო აქვს, ეგრე ხო არ არის მიდი მოგარჭეს რა შეგაცურეს, არა. ანესთეზია მე გითხარით რომ აღარ მინდოდა ბოლოში გადავიფიქრე ანესთეზია და რა მგინდოდა გეკეთებინა მილიონჯერ ვუთხარი ჩემ თავს არა იქ ვიყავი ღრმად ჩავისუნთქე რამდენჯერმე და მეთქი ეს უნდა დავასრულო ესე უკვე
გაგრძელება არ შეიძლება, ფაქტია რომ გჭირდება თავზე გადაღება, რომ იყო მშვიდად, რომ ყველაფერი რიგზია, რომ გაიგო ბოლო კაცო. აღელაძე არ გვია მოყვები ნერვია თუ არაფერი არ არის, გაიგე და შეძა წყლარი და სხვა წყლარი და ამ ხალხსაც თავი დაადებე რომ 8 ჯერ გაცურეს, გამოგაცურეს. მიირთვი და არ ვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა, მოვჭიმე მთელი სხეული. რამდენიმე წამი იყო ჯოჯოხეთი პირდაპირ გეუბნებით გადაჭარბების გარეშე, ვისაც კლაუსტროფობია გაწუხებთ, ის ადამიანი გესაუბრებათ. ვინც დახურულ სივრცეში ხართ დისკომფორტში, დახურულ სივრცე როგორც არის ლიფტი, ვისაც მაღალი სართული არის ძალიან მძიმე, გადმოსახედად და ვერ ვიხედებით. ჩემთვის მეოთხე სართულიც კი მაღალი, აი ჩვენი ვერანდიდან მეოთხედან მაგალითად ჩემთვის გადმოხედვა არ არის სასიამოვნო ფაქტორი. ვისაც ყვინთვა არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ იგუდებით და ასე შემდეგ, მოკლედ თქვენ მოემზადეთ და ჩათვალეთ, რომ თქვენთვის იქნება ძალიან მძიმე, მოიმარჯვეთ ყველა ენაზე ლოცვები და ასე შემდეგ. რამდენიმე წამი არ ვიცი როგორ გავჩერდი. ასე არა ვარ როგორ გავჩერდი. ჩემი მული ესე ფეხზე ესე მისმევდა ხელს. და რაღაც დროს მერე მითხრეს, რომ ცოტაო კადრი ითხაპნებაო და გთხოვთ, რომ წონასწორობა, არ გაინძრეთო და მივხვდით, რომ ის რომ მეფერებდა ოდნავ იტყობა სხეული ირყეოდა ოდნავ ალბათ, ხა არ ვიცი. და მე უბრალოდ ხელი დამადო მოკლედ ფეხზე და არა უშვია ეს იმის ის მქონდა, რომ არა ეშვა არ გაეშვა. ძალიან ბევრი ვილოცე პირდაპირ გეუბნებით. დავითვალე რამდენი არ ვიცი, რამდენი დავითვალე ვერ კითხავ. წარმოვიდგინე ყველაფერი, კარგი ოღონდ. ვფიქრობდი ჩემ შვილზე, ეს ისეთი რაღაც არის, რის გადმოცემაც რთულია იმ წამს რაებზე ფიქრობ. იმდენ რამეზე ვიფიქრე მართლა, რა ვიცი, არ მეყოფა ალბათ ერთი დიდი თაბახი რომ დაიწეროთ და არც 5 თაბახი იქ რამდენ რამეზე ვიფიქრე და რამდენი რამ გავიაზრე ზოგადად. ჯერ სხვა კაბინაში ვყავდი გოგოებო. პირველი და საიდან წამოვდექი, სხვაგან ვიყავი, რომელიც არის 9 საათიანი და მე გადმომაწვინეს, რომელიც არის უშუალოდ 20-15 წუთიანში. ანუ სხვა კაბინაში გადმომიყვანეს, მე აქ უფრო სწრაფად გადავიღებთო, რადგან მე ვიყავი შეურაცხადი. და სადღაც 25 წუთამდეც ალბათ არ ვიყავი, აი დაახლოებით ამ მონაკვეთში. ხარადაც და გაითხაპნა, ოდნავ გადაიწყო. ალბათ 20 წუთი რა ეგრე დაახლოებით რა. შეიძლება ოდნავ მეტი ოდნავ. შუალედში მკითხეს როგორ ვიყავი და მე კარგად რამდენი წუთი დარჩა. ხო და მე მეთქი ცოტა თავდება ჩემთვის ყველაზე დისკომფორტია ხმარო გესმითო, ამიტომ ყურსასმენს მოგარგებთო ხო და ყურსასმენი რომ მოვირგე და რომ დაიწყო შეყვანა მომხსენი ყურსასმენი მევთხარი, იმიტომ რომ რეალურად ხმები არ გესმის ძალიან ბუნდოვნად და ჩემთვის არ იყო სასიამოვნო, რომ არ მესმოდა არაფერი ხვდები და აი საერთოდ წარმოვიდგინე, რომ ლიფტში ვარ გაჭედილი და всё, მათ უკვე ცოცხალი აღარ ვიყავი, ბალკი მომხსენით, ეგეც მომხსნეს მერე. არა და რეალურად პირიქით ამას ისედაც ითხოვეთ და ისედაც ეკუთვნით რომ გაუკეთონ და უკვირდათ რომ ეს, მაგრამ ეს რაღაცა ხა ვერ ვიტან რა, უნდა მესმოდეს.
რა თქმა უნდა აი ეგეთი ხმებია რამე გასკდა თავი მაგრამ ნუ ჩემთვის მისაღები იყო მოკლედ ეგ ხმები ოღონდ ხმები გამიგო მერე უცებ მითხეს თვალი გაახილე გამოვედით და მანდ უკვე ყველა ემოცია ამოხედქა რაც გამაჩნდა ბატონო ჩუმად ტექნიკით წადი მე ჩუმად ვისაუბრებ დედიკო წადი სიცოცხლე გავანალიზე რომ გარეთ ვიყავი და ეს ამხადეს თქვა და ამხადეს და წამსკადა ცრემლები და დამეწყო კანკალი მე ფერებოდა ჩემი მული მავშვიდებ და მეუბნებოდა რომ მაგარი გოგო ხარ იმიტომ რომ არ მეგონაო თუ გაძლებდიო აი არანაი არც ერთი აი ვინმეს რო ეთქო რომ ეს გაძლებს ამას არ დავიჯერებდიო აი იქ რო არ მენახეო შენ მდგომარეობით რაც ხდებოდა დედი დავასრულებ და წავიკითხოთ შევთანხმდით მალე დავასრულებ კარგი ჩემო ლამაც წადი წამოწექი შენ ქლოის წაუკითხე და მეც მოვარ ჩემო სიცოცხლე დავასრულებ და მოვა კარგი კიდე ეხლა ვფიქრობდიო რომ აი შუა პროცესიდან გამოვარდებოდიო აი იმ დონემდე გამიჭიდა მე შეცდა რომ ვერც დაიჯერეს რომ იქ ბოლომდე გავჩერდი ამომაჯინა მერე ბევრი ვიტირი არ დაგიყმალავთ არ ვიცი ემოციებისგან უკონტროლოდ მდიოდა ცრემლები და ვკანკალებდი უაზროდ აი მთელი სხეული მიკანკალებდა როგორ იცი და აი რო ზანზარებ აი ეგრე აი ესე ვკანკალებდი მერე წლის გამომიყვანა იქიდან ფეხები არ მემორჩილებოდა წყალი დამალევინა მომიტანეს წყალი წამალი ხوارქნებავ თუ ჩაგისხამთო წვეთებსა რომ დამშვიდეთ და მეთქი არა თქო იმიტომ რომ ორი კურსის მქონა მიღებული და აშკარად გრძნობდი რომ ვერ ვიყავი ისედაც კარგად და იყიდე წამლები ნუ მეთქი რომ გავითიშო აჩავარდესად მე სახელები არ ვიცი სამწუხაროდ მაგრამ ძალიან დიდ მადლობას გიხდით დღეს დილით ავერში ემერტ კვლევაზე 0 სართულზე ვინც იყავით გოგონა და ბიჭი გოგონა უშუალოდ მე მეხმარებოდა და ბიჭი მგონი იქიჭდა იმასთან მგონი კი არა და მისი ხმა მესმოდა ხო იქიჭდა რომელიც უშუალოდ იღებდა პროცესს უღრმესი მადლობა ორივეს მოწმინებისათვის იმისათვის რომ გესმოდათ ჩემი ფობიის პრობლემა და მე მითხრეს რომ არ ინერვიულოვო იმიტომ რომ აქ 50-50-ზე არიან ყოველ დღე პაციენტები ვისაც აქვს ეს პრობლემა 50-50-ზე ვისაც არ უჭირთ ამის გადაღება და ვისაც უჭირთ ამის გადაღება და ბევრად უარესებიც ხდება აქო ვიდრე თქვენი ყავითო და მე ისეთი ვიყავი რომ კიდე ჩემზე უარესი რა იქნებოდა მართლა ვერ გეტყვით არ ვიცი მე რო კიდე თავი ხელში არ ამეყვანა ანუ ჯერ ხო რა დღეში ვიყავი და რო არ ამეყვანა ალბათ ვერ შეძლებდი გადაღებას საერთოდ იქამდე მისვასაც ვერ შევძლებდი, იმიტომ რომ ჩემი შიშების პატრონი მე კარგად ვიცნობ ჩემ თავს მოკლედ რა. მიუხედავად იმისა, რომ თავი ხელში ავიყვანი, ხო ხედავთ რა დამემართა. და რამდენჯერ გამოვაყვანინე, შევაყვანინე, მერე შემიყვანეს, არ ვიწყებთო, მითხრეს, უბრალოდ რამდენიმე წამი გაჩერდი და გამოგიყვანთო, აი ეს შეგუების მომენტი უნდათ, რომ რაღაცნაირად ყოფილიყო, რომ არაფერია ისეთი რისიც უნდა შეგეშინდეს და არაფერი გამოვარდება არსაიდან უბრალოდ ჰაერს ხომ გძნობ მეკითხებოდნენ მეთქი ვერ გძნობ ვიგუდები თითქოს კი თითქოს იგუდებით თქვენ არ იგუდებით ვეფრე
თქვენ კარგად სუნთქავთ. რეალურად ძალიან კარგი ვენტილაცია ხალხთა შეუძლებელია გაიგუდოთ, იმიტომ რომ ისეთი კარგი ვენტილაციაა, რომ აბსოლუტურად აანალიზებ და გრძნობ ჰაერს, ამიტომ რა თქმა უნდა არ იგუდები. ეს უბრალოდ სპაზმია ნერვული, რაც გონიათ რომ გახრჩობთ. გონიათ. ხო, ეგრეა. თუ მკითხავთ გადავლა ხეშიში, ვერ. შევალ მარტო ლიფტში, ვერ. შევალ ერთ ადამიანთან ერთად ლიფტში, შევეცდები არ შევიდე. თუ შევალთ მაქსიმუმ იმიტომ რომ ერთ სართულზე მივდიოდეთ და არა ის გამოვიდე და მე ლიფტში დავრჩე. მოკლედ. მადლობა ჩემი ესეთი გამხნევებისთვის და თანადგომისათვის. მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე დასრულებული იყო. მართლა ყველაფერი გააკეთა. ლია მიყვარხარ, მადლობა. ძალიან დიდი ჩემთვის. აი შეუძლებელი შეძელი და რანაირად შეძელი, რომ იქ გავჩერდი. და ახლა რომ ვხვდები ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ იქ კობა არ იყო, იმიტომ რომ ესეც ემოციებში ჩავარდებოდა, ნერვიულებდა უფრო მეტად. და მერჩივნა იმ მომენტში ყოლოდა ქალი. ნელა დედიკო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ასე რომ ვთქვათ. პასუხები კარგი არის ის, რომ 20-ში იქნება პასუხები, ანუ 20-ში 4 საათზე დაბარებული ვარ ექიმთან და აღმოჩნდა, რომ 20-ში არ გადის შვებულებაში ექიმი, 21-დან გადის, ამიტომ 20-შიო შეგიძლია მოხვიდეო 4 საათზე. მე და კობა წავალთ, იმიტომ რომ რა ვიცი, რა ესეთი არ მითხრა და გადავყირავ ეს კაპიტანი ისედაც დიდი კურსები აქვს მიღებული, ესე დავდივარ. მოკლედ ყველაფერი მას ჩაიარა. მე სახლში მოვედი. დავემხე კობას. ვიკეთ კარგად ვიტირე. დადმოყვებოდი, რომ იცი როგორ მეში. რა თქმა უნდა, იცოდა რომ ძალიან მეშინო და დამშვიდ ნახევ ყველაფერმა ჩაიარა, უკვე ჩავლილიაო და ასე ნუღა ნერვიულობა, მაგრამ ერთი კარგად ვიტირე სახლშიც რომ მოვედი. მარიკოს ეძინა ჩვენ ადრე წავედით რომ მოვედით. აი თითქოს იღუძებდა უკვე ისეთ იმაში გვიან დაიძინა და გვიან გაეღვიძა. არ დაგჭირები ეგ დიდი დრო, მალე მოვედი სახლში. მამშვიდებდა ყველაფერი ჩაიარა, მერე ჩემ ძმა დამირეკა, დედა ჩემო დამირეკა, აბარაშვები. ვიცით რა არის, რა კატასტროფა იქ შესვლა, იმიტომ რომ ჩემ ძმასაც აქ გაკეთებული ხერხე მუხლის გამო გაიკეთა და რა თქმა უნდა ვიციო რა არისო, ისე გამიჭირდაო რომ ვიცი რა არის, როგორ ხარო დარეკა მე. აი მეთქე სრევლები, ებროდა ხალი დამტირალები ვიყავი და თან ახლა გზაზე რა თქმა უნდა არ მიდოდა რომ ენერგიული სახე ისედაც არაადეკვატური მქონდა და კიდე რომ მეტირა და ის რა თქმა უნდა არ მინდოდა უფრო ინერვიულებდა და შემიძლია თამამად გითხრათ რომ საკეისროზე ბევრად მეტად გამიჭირდა. უი მომიტანე სიხარულო. დიდი მადლობა. ხოგია. კი ვიყავი. ავი გადავიღე. მაგას 4 შაბათს გავიგებ რა და როგორ იქნება. ხო. დღეს გავუკვეთეთ, ვანცაც იგივე. მე ხო ავარტყი თავი ამ კარადას ადრე არ გახსოვს, გზაირა რო აქ იყო. ხო და ის წვეტი რო ავარტყი, ეთყობა შეიძლება რამე ქსოვილი დაზიანდაო რამეო და. რა ვიცი აქ არის. ფული 4 კი, დილით.
გია საზამთრო გააქვს მაღლა? ხო რომ მომდება მე ვნახავ. მე ხარ როგორ ტრიალებს. და კონი პასები. აქ უდევ შენი ნაჩუქარი ფული. კვადროსთვის ვაგროვებო, კვადროსთვისო. ეხლაც მაღაზე ილაპარაკა. მე არ იმას ნიქნავ და მე გამომიტანა. ეს ჯერ არა. დავიწყოთ ამით. დავიწყოთ ამით. პატები. ხო, ამის მერე გაითვალისწინე რომ ამას თვალები ყველგან აქვს. აი, ბავშვებო. ერთად უსუნოთ. ჩვენ დღეს ავრებთ ესე. პატები. ერთად უსუნოთ. პაპას დაელაპარაკე. რაო, პაპა. კარგად შენ? მეც კარგად. რა? კენ დავიყიდა მოტოციკლეტი მინდა, კვადროთვის ვაგროვებ, კვადროთვის მოტოციკლეტი, ხო, აიდია საკამე მაქვს. კაი საქმე მაქვს. არაფერი უნდა მართლა, ნუ აგებ. დას რამდენი რიგ? ხო. 40 რალი? ხო. მოდი ეს საქმე. ეს უნდა მოვა. გამithokeda? აი, ახლა მეგობრებო, უნდა გავჭიშო. უნდა აი, მიდება შენ. ხერინი. ბოდის გიხდით. მოკლედ ესე ჩაი არა დღევანდელმა ქაოტურმა დღემ. ესე. ერთად უნდა გადავისო გვენსა. რო გავამიყვანეს ჩემი სიტყვები იყო დასრულდა ჯოჯოხეთი. დასრულდა ჯოჯოხეთი. მეც დავისვენებ თქვენს და გასვენებთ მაპატიეთ. მეც დაგვალეთ ამ თემებს. ბევრი მისვია. უბრალოდ ადამიანურად მინდა გამიგოთ ჩემთვის რამდენად მძიმე იყო დახურული სივრცე. პრიპატები. დედამ თავარიაო რომ ანესთეზია არ გაიკეთეო და ყოჩახ მაგარი გოგო ხარ რომ მაგის კარში გაიკეთეო. მაშინ კლაია ტირის. ჩაი არა დღევანდელმა დღემ. უღრმესი მადლობა ყველას მთელი გულით და სულით გიხდით მადლობას დროებით. დროებით. ეგავში შავგვანცე. არ გადააგდო ტელეფონი. მარიკო და მამამისი მიდიან სასერვისნოდ ხო და ჭკუაზე არ იყო, ანუ ისეთი ბედნიერი იყო, რომ არ ვიცი, მე რა თქმა უნდა ხა წასვლის ის არა მაქვს დღეს, მაგრამ სხვა დროს შეუერთდები აუცილებლად. მარიკო დედი გაიწიე იქით დამენახე რა იქით ნელა მანქანა დამენახედე კარგად სიყვარულო შვილისათვის ვერაფერს ვერ გააკეთებს მამა ისიც როგორც არის ურთიერთობა და სიყვარული ამაზე მეც ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ამათ ეგონათ ეხლა ჩემი Samsung Ultra-ი ვერ დავინახავთ საჭუტანეში ვკარფია. ჰაი ხალხო, ესე ნარიადულა თქვენთვის გამოვეწყე და ავიჩეშეთმები რა, მოდაშია მე მგონი მიხდება. ხო. ხალხო, ძალიან ვარ გადასესილი. ისე ვარ. ჯერ რომ ეს ისედაც სულაზეზილი ვარ და დღეს ამარ საერთოდ გადასესილი. ბაჭია აი ქუსლი. მე ახლა ფეხზე დიდი ქუსლი რო აცვიეთ არ მიყვარს, მაგრამ მაგაზე დაბალი ქუსლი მეჩვა რა. ახლა მე არა ვარ მაღალი გოგო, მაგრამ დაბალი და მოხდენილი ვარ, ხო? და მეთახმები. გამედი გზეტა სახლიდან, თქვენ არ ვიცი იცი თუ არა უბაში მარშრუტკა ყავს დანიშნული, ვაი ძალიან დიდი მადლობა. საათში 2 დადის რა. თუ გაგიჩერა, ხო და დავინახე ჩამიქროლა და ჰოპ შევასკდი. მე უთხარი დავიჩერე. ხო? ახლა
ფეხითაც ჩავდოდი ხალხო მეტრომდე, მაგრამ რა ძალა მათგია მეთქი ახლა გავყვები ნარიადულად მარშრუტკას. ხო და არაჩერებ. Სუდა თუ არ არის. გააჩერე ბატონო, გააჩერე მამა, გააჩერე პაპა, გააჩერე ძმაო. ყველაფერი დავიწყე. არა მითის მიკრის. თავისი პრობლემით. სარკიდან მასქენი რომ მაგადმე დამინახა და დაეზარა გაჩერება. ვაიმე. ერთი დღე რო გამოივლი და გავიგებ ვინ იყავი. რო გამოივლი ერთი დღე, ხო, უდა გადაგიდგე. და არ გაგიხვერთ საიდან გაივლი ძალიან მაინტერესებს. ჩემი სახლის წინ უნდა გადავკეტო გზა. აჰა. ხალხო შემომიერთით. მარშრუტკებთან ვისაც აქვს პრობლემა რომ ხან არ გიჩერებე, ხან გიჩერებე, ხან ასე, ხან და გადავკეტო გზა. ხალხო რა მეხუნა გავაპროტესტოთ. ხო, არაფერზე ჩვენ ხმას არ ვიღებ. ზეთი გაძვიდა, მე რა ვქნა თანაცხოვრება გაძვიდა. ხაბაგაჟო რა ვქნა თანაცხოვრება გაძვიდა. ისა პური გაძვიდა რას ვიზავთ ახლა პური გაძვიდა ცხოვრება გაძვიდა. ხალხო, ნადაელა ხო? არ მიდოდა რუსული სიტყვა ჩაკვეხება, მაგრამ აჰა, ჩამეკვეხა მაინც. ძალიან მაწყენინა. ძღოლმა ისე ვარ. აი მეტყვი რომ დავიჭირე და გადავთო. აქ რო იყოს ახლა გადავთავდი. ბაი, ესეც მაკყავა. დავრეკე და არიყო ჩემი მეზობელი და სახში მომიწია მოდუღება, მაგრამ გაძვიდა ყავა. აი მაგარი გაძვირებულია. ჩერეშუ.